Evet hazırım. Merhaba. Merhaba, kahve. Evet, teşekkür. Teşekkür ederim. Nasılsın arkadaşlar? ჩვენი დღევანდელი გმირი აი ესეთ ეზოში გაიზარდა. ბავშვობაში ოჯახს რომ დახმარებოდა, სიმითებს და ლიმონადს ყიდდა. ვერსიმით ქაჩფარა. teşekkür ederim. Teşekkür ederim. წლების მერე ეს ადამიანი ამ ქალაქის მერი გახდება. მერი, რომელსაც რეფორმატორს დაუძახებენ. შემდეგ ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი. და ბოლოს ამ ქვეყნის ავტორიტარული პრეზიდენტი. მას ასე დღეს ყვებით თურქეთის პრეზიდენტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანს. დღეს მე არ ვაპირებ თურქეთზე მოყოლას, თურქეთის ისტორიას, რადგან არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყო თურქეთის ისტორიის მოყოლა. ამიტომ პირდაპირ გადავალ ჩვენ მთავარ გმირზე ერდოღანს. ერდოღანი დაიბადა სტამბოლში, დედამისი იყო დიასახლისი, მამა კი მსახურობდა სანაპირო დაცვის გემზე. როდესაც პატარა რეჯეფი გახდა 1 წლის, ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ რიზეში. აქ პატარა ჩანართს გავაკეთებ რიზესთან დაკავშირებით, რადგან ქალაქი რიზე შუა საუკუნეებში იყო იმ რეგიონის ცენტრი, რომელსაც ლაზეთი ერქვა. ანუ იმ რეგიონის, რომელიც შუა საუკუნეებში, მე-16 საუკუნემდე ეკუთვნოდა საქართველოს. იქ ცხოვრობდნენ ლაზები. შეიძლება ამასთან არის დაკავშირებული არ ვიცი, ლეგენდები თუ ნამდვილი ამბები ერდოღანის ლაზურ წარმოშობასთან დაკავშირებით. ნუ შემდეგ ისევ არ გავაგრძელებ ისტორიას, როგორ შემდეგ დაიპყრო რუსეთის იმპერია, მერე 1925 წლის ზავი, ნაწილი დარჩა თურქეთს, ნაწილი დარჩა საბჭოთა კავშირს, ბათუმი გახდა აჭარის ცენტრი და ასე შემდეგ. ამაზე დღეს არ გავჩერდები, ისედაც ბევრმა ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ერდოღანების ოჯახი ცხოვრობდა რიზეში. როდესაც რეჯეფი გახდა 13 წლის, ოჯახი დაბრუნდა სტამბოლში. რატომ? მამა იყო, ჯერ ერთი ისეთი ავტორიტარული მშობელი და ძალიან რელიგიური ადამიანი. ამიტომ მან გადაწყვიტა თავის 5 შვილს, იმიტომ რომ რეჯეფის გარდა ოჯახში კიდევ 4 შვილი იზრდებოდა, მისცეს კარგი განათლება, რელიგიური განათლება. ზუსტად ამიტომ რეჯეფი წავიდა რელიგიურ სკოლაში, ჯერ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი რელიგიურ ლიცეუმში, ეუბში. ისიც უნდა ითქვას, რომ უკვე მერამდენი ეპიზოდია, ჩვენ ყვებით პოლიტიკურ ლიდერებზე, ადამიანებზე, რომლებმაც ისეთი შთამბეჭდავი პოლიტიკური კარიერა გააკეთეს და რომლებსაც ჰქონდათ ისეთი საინტერესო პარალელებია მათ ბავშვობაში. აი ერდოღანიც არ არის გამონაკლისი, ახლა გეტყვით რაში. ერდოღანს, როგორც გითხარით, ავტორიტარული მამა ყავდა, ხანდახან ცემდა და გარდა ამისა, ყველაზე დიდი გატაცება ერდოღანის ბავშვობაში იყო ფეხბურთი. თუ გახსოვთ და თუ უყურებთ პირად საქმეს, ზუსტად იგივე ბიოგრაფია ჰქონდა ორბანს, რომელსაც ძალიან უყვარდა ფეხბურთი და ასევე არგენტინის პრეზიდენტს ხავიერ მილეის. მასაც ესეთი მამა ყავდა, ავტორიტარული და ძალიან უყვარდა ფეხბურთი, მაგრამ მე როგორც ხვდები, ერდოღანს არა მარტო უყვარდა ფეხბურთი, ეს მისი გატაცება იყო, მამას უმალავდა რომ თამაშობდა ფეხბურთს და საქმე იქამდეც კი მივიდა რომ ლიცეუმში კი სწავლობდა რელიგიურში, მაგრამ იმდენად კარგად ვითარდებოდა მისი კარიერა როგორც ფეხბურთელის, რომ იგი გახდა ფენერბახჩეს ფეხბურთელი. ფენერბახჩე არის სტამბოლის შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბი.
მაგრამ მაინც მამის გადაწყვეტილება მისთვის იყო უფრო მნიშვნელოვანი, ამიტომ ერდოღანმა დაანება თავი ფეხბურთს, შემდეგ ჩააბარა უნივერსიტეტში და მიიღო ეკონომისტის დიპლომი. მაგრამ სანამ გადავალთ შემდეგ ესე იგი ერდოღანის პოლიტიკურ კარიერაზე, იმაზე თუ როგორ დაიწყო პოლიტიკური კარიერა, ერთ ეპიზოდსაც მოყვები. 13-14 წლის ასაკში მაინც ოჯახს უჭირდა და პატარა რეჯეფი დარბოდა სტამბოლის ქუჩებში და ყიდდა სიმიტებს და ლიმონადს. იმიტომაც ჰქონდა ჩვენ ესეთი დასაწყისი ჩვენ დღევანდელ ეპიზოდს. პატარა ბიჭუნა, რომელიც დარბის სტამბოლის ქუჩებში და ყიდის სიმიტებს და ლიმონადს. თუ თქვენ გიყვართ თურქული კულტურა, განსაკუთრებით ლიტერატურა, ალბათ ნამდვილად წაკითხული გაქვთ ორხან პამუკის არაჩვეულებრივი რომანი სტამბოლი. თუ არა, მე ძალიან გირჩევთ, რომ გაეცნოთ ამ გადასარევ ნაწარმოებს, სადაც მთელი სტამბოლის ეს სუნები, ატმოსფერო არის ძალიან ძველი სტამბოლის ატმოსფერო არის ძალიან კარგად გადმოცემული. უბრუნდებით ერდოღანს, დაამთავრა უნივერსიტეტი, მიიღო ეკონომისტის დიპლომი და გადაწყვიტა, რომ შევიდეს ერთ-ერთ პარტიაში, ისლამისტურ პარტიაში. აქ უნდა შევჩერდეთ და ავხსნათ, რატომ მიიღო ერდოღანმა ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, რომ პირველი მიზეზი ის არის, რომ რელიგიური ოჯახიდან იყო წარმოშობით, როგორც გითხარით, რელიგიური სკოლა, ლიცეუმი დაამთავრა. იმ პერიოდში თურქეთში იყო საერო ხელისუფლება, ისევე როგორც 10 წლეულების განმავლობაში ძალიან ხშირად, უბრალოდ ხანდახან იყო პერიოდები, როდესაც ამ საერო ხელისუფლებას ცვლიდნენ სამხედროები. ეს ტრადიცია ამ ქვეყნის, რომელიც იყო და არის მუსულმანური ქვეყანა, მაგრამ აქვს საერო კონსტიტუცია და ხელისუფლებაში უნდა იყვნენ საერო პირები და არანაირი ეს აღრევა რელიგიის და საერო პოლიტიკის არ უნდა მოხდეს, მოდის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან და ალბათ ნამდვილად გაგიგიათ მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელი. იმ ადამიანის, რომელმაც უზარმაზარი რეფორმირება მოახდინა მთელი პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და თურქეთის ცხოვრების იმ წლებში და ჩაუდო საფუძველი იმას, რომ თურქეთის, ამ მუსულმანური ქვეყნის ხელისუფლება უნდა იყოს საერო. იმის გარანტი, რომ საერო ხელისუფლება იქნებოდა და დარჩებოდა ხელისუფლებაში, თურქეთში ყოველთვის იყო ჯარი. სამხედროები, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს. იმიტომ რომ თურქეთში, გარდა იმისა, რომ კი, მუსულმანური ქვეყანაა, მაგრამ ყოველთვის იყვნენ ჯგუფები, ისლამისტური ჯგუფები, რომლებიც იყურებოდნენ უფრო აღმოსავლეთისკენ და იყვნენ ლიბერალური ჯგუფები, რომლებიც იყურებოდნენ დასავლეთისკენ. ჯარი ყოველთვის, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დრომდე ახერხებდა ამ ორი და დიდი, ესე ვთქვათ, დაჯგუფების ძალების დაბალანსებას. ჯარი ყოველთვის იყო შუაში. როგორც გითხარით იმ წლებში, როდესაც ერდოღანმა გადაწყვიტა პოლიტიკურ პარტიაში შესვლა, საერო ხელისუფლება იყო თურქეთში, საერო ელიტა, ადამიანები, რომლებიც მართავდნენ უკვე 10 წლეულების განმავლობაში ამ ქვეყანას, ბევრი მათგანი იყო ძალიან მდიდარი, ერდოღანი კი ისეთი შეიძლება ითქვას, რომ ღარიბი ოჯახიდან იყო წარმოშობით და მას გაუჩნდა, როგორც წერენ მისი ბიოგრაფები, ანალიტიკოსები, რომლებიც წერენ მაგაზე წიგნებს, სტატიებს, ფილმებს იღებენ, თვლიან, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანს მაშინ გარკვეული პროტესტი გაუჩნდა და გადაწყვიტა, რომ ამ პარტიაში შესულიყო. ჩვენ საუბრობთ 80-იანი წლების დასაწყისზე და იმ პერიოდში ქვეყანაში მოხდა, ესე ვთქვათ, გადატრიალება, ხელისუფლებაში მოვიდნენ სამხედროები. კიდევ ერთი გადატრიალება ბევრი ყოფილა თურქეთის ისტორიაში. სამხედროებმა აკრძალეს ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ არსებობდა თურქეთში და ერთ-ერთი, რომლის წევრიც იყო ერდოღანი.
გავიდა 3 წელი და სამხედროებმა გადაწყვიტეს, რომ ცოტა თავისუფლება მისცენ ხალხს, პოლიტიკურმა პარტიებმა ისევ დაიწყეს მოღვაწეობა ქვეყანაში და ის პარტია, რომლის წევრიც იყო ერდოღანი, ის რაღაცა ტრანსფორმაცია განიცადა, ესე ვთქვათ, და შეიქმნა 2 სხვადასხვა პარტია და ერთ-ერთი პარტია, რომელსაც დაერქვა კეთილდღეობის პარტია, აი ამ პარტიის წევრი გახდა ერდოღანი. ესე იგი, ეს არის 90-იანი წლების და 80-იანი წლების ბოლო, 90-იანი წლების დასაწყისი. ერდოღანი ხდება ამ პარტიის წევრი, მალევე გახდა ამ პარტიის ლიდერი და არის ადამიანი, რომელსაც აქვს ეს რელიგიური განათლება და თან ეკონომისტის დიპლომი. ალბათ მაშინ ერდოღანმა უკვე გადაწყვიტა გააკეთოს პოლიტიკური კარიერა. და ამიტომ მალევე 1994 წელს, ძალიან სწრაფად ვითარდებოდა ამბები, ერდოღანი აირჩიეს სტამბოლის მერად. ჩვენ წინა ეპიზოდში ვსაუბრობდით არგენტინის ნახვამდელ პრეზიდენტზე და ესე იგი გვიკვირდა როგორ გააკეთა ხავიერ მილეიმ ესეთი კარიერა 2 წელიწადში, საერთოდ სხვა სფეროდან მოსული ადამიანი 47 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მაგალითია ესეთი ისტორიაში და ერდოღანიც არ არის გამონაკლისი, უბრალოდ არა პრეზიდენტი, არამედ ქალაქის მერი გახდა. მაშინ სტამბოლი მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ყოველთვის იყო პრინციპში მდიდარი ქვეყანა, ხო? ყოველთვის ისტორიულად ყველას უნდოდა თურქეთის დაპყრობა, იმიტომ რომ თუ კი არსებობს ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ეს რასაკვირველია არის თურქეთი. ჩვენც ვართ ამ რეგიონში, ჩვენც გვაქვს ამის გარკვეული პრეტენზია, ძალიან სამართლიანადაც, მაგრამ თურქეთი არის მაგალითი იმისა, სად მდებარეობს ეს ხიდი. და სტამბოლი მიუხედავად იმისა, რომ ესეთი პოტენციალი ქონდა, სტამბოლი იყო ესეთი ცოტა ღარიბი ქალაქი, ჭუჭყიანი, იყო ბევრი პრობლემა, ტრანსპორტის პრობლემა, კომუნალური რაღაცა სამსახურები არ მუშაობდა ნორმალურად და ერდოღანმა, როდესაც 94 წელს აირჩიეს მერად, აიკაბიცა ესე იგი და შეუდგა საქმეს. და ძალიანაც წარმატებულად შეუდგა ამ საქმეს. ზუსტად ამიტომ ერდოღანს მაშინ დაერქვა რეფორმატორის სახელი. ჯერ ეს ერთი მოგვარდა ნაგვის გატანის პრობლემა. სერიოზული პრობლემა იყო სტამბოლში ამასთან დაკავშირებით. მოგვარდა უამრავი სხვა მუნიციპალური სერვისის რაღაცა პრობლემები. ერთ-ერთ ფილმში ერდოღანზე ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც მაშინ მუშაობდა 90-იან წლებში, იხსენებს, რომ მე ბევრჯერ ყოფილვარო, ნამყოფი ვიყავიო სტამბოლში და აი უკვე ერდოღანის მერობის დროს, როდესაც ამერიკელი ჟურნალისტი, როდესაც ჩავედი სტამბოლში, გაოცებული ვიყავი იმით, როგორი გალამაზებული ქალაქი დამხვდაო და ისეთი ავტობუსები დადიოდა ქალაქში, რომ ჩვენთან ბოსტონშიც კი არ იყო ესეთი ელექტროავტობუსები თავისი კონდიცირებით. იყო ეს ხალი იყო გაკვირვებული და შემდეგ ჰქონდა ინტერვიუ ერდოღანთან და ამაზე ისაუბრეს. მოკლედ 94-დან 97 წლამდე ერდოღანი არის დაკავებული მერობით. აქვე მე ვიტყვი ფრაზას, რომელიც ერდოღანმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში თქვა და შემდეგ ძალიან არაერთხელ გაიმეორა. ამ ფრაზას ჩვენ დღეს კიდევ დავუბრუნდებით. მან თქვა ესეთი რამ: ვინც აკონტროლებს სტამბოლს, აკონტროლებს მთელ თურქეთს. და მისი პოლიტიკური კარიერა პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მეტყველებს ზუსტად ამაზე. გადის დრო, უпростоრედ 3 წელიწადი და 1997 წელს ისევ იცვლება ხელისუფლება თურქეთში. და ხელისუფლებაში ისევ მოდიან სამხედროები. უნდა ითქვას, რომ სამხედროებს მაინც და მაინც არ მოწონდათ ერდოღანი. არ მოწონდათ, რადგან ის არ მალავდა აი ამ თავის რელიგიურ, ესე ვთქვათ, წარმოშობას. ბევრს საუბრობდა რელიგიაზე. აი ამ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად სამხედროებმა გადაწყვიტეს, რომ აგრძალონ, დახურონ კეთილდღეობის პარტია, რომლის ლიდერიც
იყო ერდოღანი. ამან გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი, რადგან გარდა იმისა, რომ პარტიის ლიდერი იყო სტამბოლის წარმატებული მერი, პარტიას უკვე ბევრი წევრი და ბევრი მიმდევარი ყავდა. ამიტომ ქვეყანაში, არა მარტო სტამბოლში, იმართებოდა საპროტესტო აქციები, 10,000-ობით ადამიანი ესწრებოდა აი ამ აქციებს და ერთ-ერთ ესეთ პროტესტზე ერდოღანი ხშირად გამოდიოდა ამ მიტინგებზე. ის გამოვიდა ძალიან შთამბეჭდავი ესეთი სიტყვით და აი ამ სიტყვაში მოიყვანა პოემა, რომელიც იყო დაწერილი ჯერ კიდევ ოსმალების დროს, ანუ ოსმალეთის იმპერიის დროს, ძველი შუა საუკუნეების პერიოდის პოეტის მიერ. ის ამონარიდი, რომელიც ერდოღანმა წაიკითხა იმ მიტინგზე, ზუსტად ის ამონარიდი ჟღერს აი ესე. მეჩეთები ჩვენი ყაზარმებია. გუმბათები ჩვენი ჩაფხუტებია. მინარეთები ჩვენი თოფის ხიშტებია და ჩვენი ჯარისკაცები. ხო, სამხედროებს არ მოეწონათ ეს ფრაზა და ჩათვალეს, რომ ერდოღანი რელიგიურ შუღლს აღვივებს აი ამ გამოსვლით. ამიტომ ერდოღანი გადაწყვიტეს, რომ ერდოღანი დააკავა. ერდოღანი იყო იძულებული, რომ დაეტოვებინა მერის პოზიცია, მართლაც დააკავეს, მისი პარტია იყო აკრძალული და მიუსაჯეს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. როდესაც ერდოღანი დააკავეს, 10,000-ობით ადამიანი მას აცილებდა ციხეში. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ერდოღანმა 10 თვიდან ციხეში გაატარა 4 თვე. აი ამ 4 თვეში მისი პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ ციხიდან გამოსული ერდოღანი უკვე იყო ჩამოყალიბებული პოლიტიკური ლიდერი, ოღონდ არა მარტო სტამბოლელებისთვის ცნობილი ადამიანი და კეთილდღეობის პარტიის ყოფილი ლიდერი, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი. ერდოღანი გამოვიდა, მაგრამ ერთი პრობლემა რჩებოდა. საქმე ის არის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აუგრძალეს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, აუგრძალეს არჩევნებში მონაწილეობა. მან დაარსა მისი ინიციატივით 2001 წელს დაარსდა ახალი პარტია, რომელსაც დაერქვა აქ პარტია. დღემდე ეს არის სახელმწიფო პარტია. რატომ აქ? აქ თურქულად ნიშნავს თეთრს ან სუფთას. ამ სახელით აქ პარტიის უკაცრავად ლიდერები და ერდოღანი ეუბნებოდნენ მოსახლეობას, რომ ჩვენ გვინდა დავიწყოთ სუფთა ფუცლიდან. ჩვენ არა გვაქვს არანაირი კავშირი იმ ძველ პოლიტიკოსებთან, ძველ პოლიტიკურ ძალებთან, ჩვენ ვიწყებთ სუფთა ფუცლიდან. მაგრამ ეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მას არ შეეძლო მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და არჩევნებში და ასე შემდეგ, რჩებოდა ძალაში. ამიტომ პარტიის ლიდერი გახდა მისი იმ დროს მისი მეგობარი და მოკავშირე აბდულა გიული. 2002-ში, 2003-ში აბდულა გიული იყო პრემიერ-მინისტრი. მართლაც ისე მოხდა, როგორც ერდოღანმა ყველაფერი გათვალა. ანუ ამ პარლამენტმა, აქ პარტიამ ოპოზიციასთან ერთად აი ამ ალიანსის შედეგად გააუქმეს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. ერდოღანი შევიდა პარლამენტში და უკვე 2003 წელს, როდესაც ჩატარდა ახალი არჩევნები, ერდოღანი აირჩიეს თურქეთის პრემიერ-მინისტრად. აბდულა გიული მაშინ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერდოღანმა გააგრძელა თავისი რეფორმატორული მოღვაწეობა, ისე როგორც იქცეოდა, როდესაც იყო სტამბოლის მერი. გარდა იმისა, რომ ააშენა ბევრი საავადმყოფო, გახსნა ახალი სკოლები, ძალიან ბევრ ყურადღებას უთმობდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. გარდა ამისა, ერდოღანი გახდა პოლიტიკოსი, რომელიც ძალიან მოწონდა დასავლეთს.
მოწონდათ ვაშინგტონში, მოწონდათ ლონდონში, ბრიუსელში. ისინი თვლიდნენ, რომ ეს არის ზომიერი პოლიტიკოსი აღმოსავლურ ქვეყანაში და იმ ფონზე, რაც ხდებოდა იმ წლებში აღმოსავლეთში და არა მარტო იმ წლებში, უფრო ადრეც, ეს მათთვის იყო ძალიან დიდი წარმატება, ესე ვთქვათ, რომ აი ესეთი ადამიანი ხელმძღვანელობს დიდ მუსულმანურ ქვეყანას. ამიტომ უკვე 2005 წელს, ანუ გაპრემიერებიდან 2 წელიწადში, ერდოღანმა, თურქეთმა დაიწყო მოლაპარაკება თურქეთის შესვლასთან დაკავშირებით ევროკავშირში. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რაც შეეხება აქვე ვიტყვი ნატოს წევრი თურქეთი 1952 წლიდან იყო, ჯერ კიდევ ერდოღანის დაბადებამდე 2 წლით ადრე გახდა ალიანსის წევრი, მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირს, საინტერესო მომენტია. რატომ? იმიტომ რომ აი ესეთი დიდი მუსულმანური აღმოსავლური ქვეყანა აპირებს რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ძალიან მოწონდათ დასავლეთში. მიმდინარეობდა ეს მოლაპარაკება. ჩვენ ქართველებს კარგად გვესმის და კარგად ვიცით, რომ ერთ დღეში ესეთი გადაწყვეტილებები არ იღება. ჩვენთან ისე გაიწელა და მე ისე შეიცვალა, რომ არც მინდა იქ შევიდე, ესე იგი, აი ამ საუბრებში საქართველო და ევროკავშირი, მაგრამ 2005 წელს დაწყებული ეს მოლაპარაკება მიმდინარეობდა ძალიან წარმატებულად. ესე გრძელდებოდა წლები, მაგრამ ერდოღანს არ ასვენებდა ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, პრობლემა. ჯარი, სამხედროები. თავის დროზე მან კარგად გაიგო ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი თურქული პოლიტიკის. არ უნდა წახვიდე ჯარის წინააღმდეგ. ჯარი არის ის ინსტიტუტი, რომელიც წვიტავს ძალიან ბევრ რაღაცას თურქეთში. როგორც გითხარით, ეს ძალების დაბალანსება, დიდი როლი ჰქონდა ჯერ კიდევ ათათურქის დროიდან მოყოლებული ჯარს თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ ჯარის წინააღმდეგ წასვლა თურქეთში 10 წლეულების განმავლობაში იყო სიკვდილის თვითმკვლელობის ტოლფასი. თურქეთის ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც სამხედრო ხელმძღვანელობა უყენებდა ულტიმატუმს ხელისუფლებას, საერო ხელისუფლებას, ამა თუ იმ მიზეზების გამო რაღაცა არ მოწონდათ. ამ ულტიმატუმში იყო რაღაცა პირობები, თუ ამას არ გააკეთებთ, შემდეგ ესე იგი უნდა გადადგეთ. არ გადადგებით და შემდეგ ჩვენ შემოვალთ. და ამიტომ ყოველთვის ეს მთავრდებოდა იმით, რომ ეს ხელისუფლება მიდიოდა. ანუ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში, მიდიოდნენ ხელისუფლებიდან, შემდეგ სამხედროები მოდიოდნენ, შემდეგ ისევ იცვლებოდა. იყო პერიოდები, როგორც გითხარით, სამხედროები მართავდნენ, არადემოკრატიული სიტუაცია იყო, როგორც გითხარით, პარტიებს გძალავდნენ და ასე შემდეგ. იყო პერიოდები, როდესაც ისევ საერო ესეთი ხელისუფლება ბრუნდებოდა. ანუ ერდოღანს ეს ყველაფერი ახსოვდა, ერდოღანმა ეს იცოდა, მაგრამ უკვე იმ წლებში აი ერდოღანი, რომელიც წარმატებული მერი, წარმატებული პრემიერ-მინისტრი, დასავლეთს მოწონს მისი პოლიტიკური ფიგურა, ხო, ალბათ რაღაცა მომენტში და ეს არის კიდევ ერთი ისეთი კლასიკური მომენტი პოლიტიკური ანატომიის, როდესაც პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი კარგავს რეალობის შეგრძნებას, კარგავს კავშირს. ან საკუთარ ხალხთან, ან რეალობასთან, ან იმასთან რა ხდება მის ირგვლივ. ჩვენს გვაქვს ესეთი მაგალითები ისტორიაში. და ამიტომ ერდოღანმა გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. ჯარი, როგორც დომინანტი პოლიტიკური ცხოვრების თურქეთში, აი ეს პოსტულატი კიდევ ერთი უნდა დასრულდეს. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის პოსტზე წარადგინოს მისი ძველი მეგობარი და იმ დროისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აბდულა გიული. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ძალიან დიდი უკმაყოფილება არა მარტო ჯარში და სამხედროებში, არამედ ოპოზიციურ პარტიებში.
რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოპოზიციური, მაშინდე იმ დროინდელი ოპოზიციური პარტია თურქეთში თვლიდა რომ გიული არის ისლამისტი. ამიტომ იყო პროტესტები ქუჩაში, გამოხატავდნენ ამ პროტესტს, ყველაფერი დასრულდა იმით, რომ გიული გახდა იძულებული, რომ მოეხსნა თავისი კანდიდატურა. კიდევ ერთი მომენტი, რამაც ძალიან გააღიზიანა, როგორც ჯარი და ასევე ოპოზიციური პარტიები და მატებდა ამ ისლამისტის პორტრეტს გიulis, იყო ის, რომ გიulis მეუღლე ატარებდა ხიჯაბს. ხიჯაბს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს თურქეთის პოლიტიკაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ამ საკითხს. მაგრამ ერდოღანი სულ არ აპირებდა ფარხმალის ჩამოყრას. კი გიულმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, სამხედროებმა წაუყენეს ულტიმატუმი ერდოღანს, რომ გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, რაც მან არ გააკეთა. არ გააკეთა, არ დანებდა და ზუსტად მაშინ მან შექმნა ალიანსი ფეთხულაჰ გიულენთან. აი აქ მე მინდა რომ ჩვენ გავჩერდეთ 2007 წელია, ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს იმაზე თუ რა მოხდა შემდეგ, მაგრამ მინდა რომ მოგიყვეთ გიულენზე. ალბათ ბევრ თქვენთაგანს გაგიგიათ ეს სახელი, ფეთხულაჰ გიულენი, შეიძლება გაგიგიათ იმის გამო, რომ საქართველოშიც იყო გახსნილი გიულენის ლიცეუმი, გიულენის სკოლა. ვინ იყო ეს ადამიანი? ეს ადამიანი იყო ესეთი მოძრაობა ხიზმეთის ლიდერი, იყო რელიგიური მქადაგებელი, ძალიან განათლებული ადამიანი და წლების განმავლობაში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად თურქეთში. გარდა იმისა, რომ იყო რელიგიური მქადაგებელი, იყო იმამი, მაგრამ 80-იან წლებში გადადგა ამ თანამდებობიდან, ესე ვთქვათ, ისიც უნდა ითქვას, რომ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და უკვე 90-იანი წლების ბოლოს წავიდა სამკურნალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დარჩა, მაგრამ მისი გავლენა თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე არანაირად არ შემცირდა. ჯერ ეს ერთი გიულენს ჰქონდა მთელი ქსელი აი ამ სკოლების, როგორც გითხარით, საქართველოშიც იყო ერთ-ერთი ესეთი სკოლა, თურქეთში იყო უამრავი ესეთი სკოლა. იქ სწავლობდნენ ბევრი ბავშვი ღარიბი ოჯახიდან და უფასოდ სწავლობდნენ ამ სკოლებში, მაგრამ იმათთვის, ვისაც შეეძლოთ, ეს სწავლა იყო ფასიანი. მაგრამ მთავარი მთელი ქსელი იყო ამ სკოლების, მაგრამ მთავარი იდეა გიულენის მდგომარეობდა იმაში, რომ ეს ბავშვები, რომლებიც ამთავრებდნენ ამ სკოლებს, ლიცეუმებს, გიულენის, შემდეგ ხდებოდნენ მისი მიმდევრები, შემდეგ აკეთებდნენ საკმაოდ წარმატებულ კარიერას და უკვე 90-იანი წლების ბოლოს კი არა 2000-იან წლებში ძალიან ბევრი გიულენისტი, ესე ვთქვათ, ანუ გიულენის მიმდევრები იკავებდნენ გარკვეულ თანამდებობებს. ჩვენ გქონდა ეპიზოდი, რომელიც ეხებოდა Deep States. ანუ ჩვენ იმ ეპიზოდში ჩვენ საუბრობდით Deep States-ზე, ამ ტერმინის ეტიმოლოგიაზე და ისტორიაზე და ისიც მოგიყევით, რომ დასავლეთში კი არ დაიბადა, არამედ აღმოსავლეთში, თურქეთში, დევლეთ ჯერ კიდე სულთანის დროს, მაგრამ რატომ გამახსენდა ახლა Deep State და გიულენი? მაშინაც მოგიყევით ეს ამბავი, რომ გიულენისტები, გიულენის მიმდევრები, რადგან იკავებდნენ სხვადასხვა თანამდებობებს, მთავრობაში, პარლამენტში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, აი ზუსტად ეგენი წარმოადგენდნენ Deep States, იმ პერიოდის Deep States თურქეთში. როგორც თქვა ესე იგი ჩემმა ერთმა კოლეგამ, ტატომ, მითხრა, რომ აი გიულენი არისო აღმოსავლეთის თურქეთის რელიგიური სოროსი. ეგრე იყო რა, აფინანსებდა სკოლებს, ზრდიდნენ ბავშვებს, მიდიოდნენ შემდეგ სახელმწიფო მოხელეები ხდებოდნენ და თან ესეთი გიულენისტები. Deep State. ამ Deep State-საც და გიულენისტებსაც მოუყვებს ბოლოს ერდოღანი, მაგრამ
იმ პერიოდში დავბრუნდით ქრონოლოგიურად 2007 წელში. იმ პერიოდში ერდოღანს, რომელსაც აქედან აწვევიან სამხედროები, ოპოზიცია გამოხატავს პროტესტს, რომ გიული არ გვინდა პრეზიდენტად, ის იძულებული გახდა, რომ მოეხსნა თავისი კანდიდატურა, ჭირდებოდა გავლენიანი მოკავშირე. და აი ესეთი გავლენიანი მოკავშირე მისთვის გახდა ფეთხულაჰ გიულენი. გიულენს იცნობდა ჯერ კიდევ 80-იანი, 90-იანი წლებიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გიულენი ცხოვრობდა თურქეთში, მაგრამ აი იმ მომენტში ამ ორმა ადამიანმა, როგორც გითხარით, გიულენი გავლენიანი ადამიანი იყო, მე რამდენად უნდა გავიმეორო ეს, შექმნეს ესეთი ალიანსი. აი ამ ალიანსმა შეიძლება ითქვას, რომ გადაარჩინა ერდოღანი. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ იმ 2007-ში თურქეთში ჩატარდა რიგარეშე sapparlamento არჩევნები. ამ არჩევნებზე მოიგო აქ პარტიამ, რომ გავშიფროთ აქ პარტია, ხო გითხარით, თეთრი, სუფთა ფურცლიდან და ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ამ პარტიას ჰქვია სამართლიანობის და განვითარების პარტია. აი ეს პარტია მოვიდა უმრავლესობაში პარლამენტში და კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტი ირჩევდა პრეზიდენტს. ნახეთ, ჩვენთან მოხდა პირიქით. ჩვენთან იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, შევცვალეთ კონსტიტუცია, პრეზიდენტს აღარ ირჩევს ხალხი, პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი. თურქეთში იყო პირიქით. პარლამენტი ირჩევდა პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრი ხდებოდა იმ პარტიის ლიდერი, რომელიც მოდიოდა უმრავლესობით მოდიოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად. ამიტომ, რადგან აქ პარტია მოიგო ეს არჩევნები, ძალიან მშვიდად და წყდარად გიული აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც დღეს ჩვენთან, ხო, პრეზიდენტს არ აქვს ბევრი უფლებები. ისეთი, შეიძლება ითქვას, რომ დეკორატიული თანამდებობა. აი ზუსტად ესე იყო თურქეთში. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მთელი ძალაუფლება ხელში, პრეზიდენტი კი რაღაცა გარკვეულ ფუნქციებს ასრულებდა. ძალიან ბევრი ექსპერტი თვლის, რომ აი 2007 წელს ერდოღანს გაუჩნდა ეს აზრი, რომ კიდევ უფრო შეცვალოს პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყნის, შეცვალოს კონსტიტუცია და გააკეთოს ის, რაც მოხდა არაერთ ქვეყანაში. ანუ გახდეს პრეზიდენტი, მაგრამ პრეზიდენტი, რომელსაც დიდი ძალაუფლება აქვს ხელში. ესეც მოხდება. კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც მოხდა 2007 წელს, ზუსტად მეტყველებდა იმაზე, რა გზით აპირებდა ერდოღანი წასვლას, რა გზას აირჩევდა, რა პოლიტიკურ მომავალს და კარიერას და მეთოდებს აირჩევდა. 2007 წელს ხელისუფლებამ და ხელისუფლებაში იყო ერდოღანი, დააკავეს ადამიანები, რომლებიც დაადანაშაულეს გადატრიალების მცდელობაში. მაშინ დაკავებული იყო 235 ადამიანი, აქედან 4-ს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. სხვათა შორის 2019-ში ახალი სასამართლო ჩატარდა და ამ სასამართლომ აღიარა, რომ ეს ხალხი არის უდანაშაულო, ისინი ვინც იყვნენ ციხეში გამოუშვეს ციხეებიდან და აღიარეს, რომ არც ერთ მათგანს არანაირი არც მცდელობა და არც გეგმა ჰქონდა, რომ გადატრიალება მოეწყოთ. მაგრამ იმ წელს, როგორც გითხარით, ერდოღანი უკვე ან რეალობასთან კარგავს კავშირს, ან უბრალოდ გააზრებულად ირჩევს აი ესეთ პოლიტიკურ მეთოდებს და ესეთ გზას, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები დააკავეს და ესენი იყვნენ სახელმწიფო მოხელეები, ბევრი მათგანი ძალიან დიდ თანამდებობას იკავებდა სხვადასხვა სფეროებში, ანუ არა მარტო ხელისუფლებაში, მთავრობაში უпростоრად, არამედ სასამართლოებში, სამხედრო სფეროშიც, სამხედროების უფრო და უფრო, ესე იგი, ღიზიანდებიან ერდოღანზე. გარდა ამისა, მაშინ დაიწყო სერიოზული ზეწოლა თავისუფალ პრესაზე. ჟურნალისტები დააკავეს, ბევრი მედია საშუალების
მფლობელს აიძულეს რომ გაეყიდათ თავისი მედია საშუალებები და მიეყიდათ ერდოღანის მეგობრებისთვის რა ნაცნობი სიტუაციაა რა. კი, ესეთი ამბები ვითარდებოდა იმ წელს. ესე გადის წლები, ისიც უნდა ითქვას, რომ იმ წლებში ერდოღანი არის პრემიერ-მინისტრი და თურქეთს აქვს ეკონომიკური ზრდა, ანუ ქვეყანა ვითარდება, ისევ შენდება ბევრი რაღაცები, დასავლეთი არის ბედნიერი, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ 2013 წლისთვის თავარი რაც მოხდა იმ წლებში, დასავლეთმა უცებ აღმოაჩინა, რომ თურქეთი გახდა ის, რასაც ისინი დაუძახებენ ჯიჰადისტების გზატკეცილს. საქმე ის არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გეგმავდა, რომ ებრძოლათ ISIS-ის რიგებში, ისლამური სახელმწიფოს რიგებში, ხვდებოდა სირიაში ზუსტად თურქეთის გავლით. ჩვენ ალბათ კარგად გვახსოვს ჩვენი მოქალაქეებიც, ბევრი მათგანი პანკისის ხეობაში იყო დაბადებული და ყველაზე ცნობილი ალბათ იყო ბათირაშვილი, პანკისში დაბადებული ადამიანი, რომელიც მოხვდა ISIS-ში თურქეთის გავლით და შემდეგ საერთოდ გახდა ISIS-ის თავდაცვის მინისტრი. მოკლედ, ეს რენომე, ახალი რენომე შეიძინა თურქეთმა ჯიჰადისტების გზატკეცილის, რაც დასავლეთს ძალიან არ მოწონდა. 2013 წელს ერდოღანი იყო ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით, მაშინ შეხვდა მაშინდელ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და იმის მაგივრად, რომ მას რატომღაც ეგონა, რომ ბარაკ ობამა მას შეაქებდა, ისე ვიტყოდა, როგორ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს თურქეთი აღმოსავლეთში, ბარაკ ობამამ, როგორც შემდეგ გაირკვა, გარკვეული ჟურნალისტური გამოძიებების მასალები ამაზე მეტყველებს, ბარაკ ობამამ სერიოზული პრეტენზიები წარუყენა ერდოღანს და უთხრა, რომ ეს პრობლემა გზატკეცილობის, ჯიჰადისტური გზატკეცილობის პრობლემა უნდა მოგვარდეს აუცილებლად. ამიტომ ბევრს ახსოვს, რომ იმ ვიზიტიდან ერდოღანი ისე ცუდ-ხასიათზე ჩამოვიდა. 2013 წელი ზოგადად ერდოღანისთვის იყო ძალიან მძიმე, ძალიან დაძაბული, ეკონომიკური პრობლემები, იქ დასავლეთი ცოტა ცვლის თავის დამოკიდებულებას თურქეთთან და თურქეთის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, პირველად შეიძლება ითქვას მისი პრემიერობის და პოლიტიკური ესეთი კარიერის დროს იმართება მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. თავიდან ეს არის აქციები გეზის პარკის გამო და ამაზე ჩვენ ახლა მოვყვებით, მაგრამ შემდეგ ეს პროტესტები გადაიზარდა უკვე პროტესტები ერდოღანის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. ბევრი ექსპერტი და არა მარტო პოლიტიკოსი, რომელიც მაშინ ხელისუფლებაშიც კი იყო, დღეს ამბობს, რომ ძალიან ბევრს ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ შეიძლება ეს იყო მომენტი, როდესაც ერდოღანი გადადგებოდა, მაგრამ არა. აქ ვიტყვი ერთ ჩემს პირად დაკვირვებას. მე მგონია და ამაზე მეტყველებს კიდე ბევრი სხვა ეპიზოდი, რომელიც ერდოღანის ცხოვრებაში იყო. ერდოღანი არის კრიტიკული სიტუაციების პოლიტიკოსი. ყველაზე კარგად, სათავისოდ კარგად. მე არ ვამბობ ყველაზე დემოკრატიულად, ან ყველაზე შთამბეჭდავად და სათავისოდ კარგად. ეს ადამიანი, ეს პოლიტიკოსი იქცეოდა, დღემდე შეიძლება ითქვას, კრიტიკულ სიტუაციებში. ყოველთვის ცდილობს და პოულობს გამოსავალს საკუთარი თავის გადასარჩენად. 2013 წელი გეზის პარკი გეზი. თუ თქვენ ამყოფები ხართ სტამბოლში, ამ ჩემთვის უსაყვარლეს ქალაქში, გემრიელი ქალაქია, აუცილებლად მოხვდებოდით ტაქსიმის მოედანზე. სტამბოლის გული. ტაქსიმის მოედანთან, ზუსტად იქვე იყო, არის ეს ისტორიული პარკი. 10 წლეულების განმავლობაში ეს პარკი არსებობდა ქალაქის ცენტრში. და ერთხელაც 2013 წელს მუნიციპალიტეტმა და შეიძლება კიდევ უფრო
მაღალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ იქ ეს პარკი გაანადგურონ ფაქტიურად და იქ ააშენონ დიდი სავაჭრო ცენტრი. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ერდოღანი, როდესაც იყო ქალაქის მერი, ჯერ კიდევ მაშინ მას გაუჩნდა ეს იდეა, მაგრამ ვერ მოასწრო ეთყობა ამის განხორციელება, ან შეიძლება მაშინ ჩათვალა, რომ ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება და მოკლედ მაშინ პარკი გადარჩა. მაგრამ ეხლა უკვე ერდოღანი არის ისეთი გავლენიანი პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლება აქ ხელში და ერთხელაც, როგორც იხსენებენ ამ, ესე იგი, მოვლენების მონაწილეები, პარკში მოიყვანეს ბულდოზერები და ისე რომ წინასწარ არც იყო ამაზე არც საუბარი, არც დისკუსია, არც განხილვები საზოგადოებაში, რომ აბა ეხლა დავტოვოთ პარკი, თუ შეიძლება ჯობია რომ იქ გავაკეთოთ დიდი სავაჭრო ცენტრი, რომ უყვართ ხოლმე ესე პარკების განადგურება და ან იპოდრომების, ან არ ვიცი, საცურაო აუზების და იქ რაღაც ან საცხოვრებელი სახლების აშენება, ან სავაჭრო ცენტრების ეს რაღაცა ხელისუფლებაში რომ მიდიხარ, სულ ესე იგი რაღაცა მაღალი შენობები გინდა, ეხლა ბუნება და პარკი მეტყობა ნაკლებად უყვართ. მოკლედ გამოჩნდა ბულდოზერები, იქ იმ მომენტში ვიღაცები კი სეირნობდნენ, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ხალხმა დაიწყო რეკვა, რომ ბულდოზერები და აპირებენ რაღაცა ხეების ამოძირყვას და პარკის განადგურებას. მალევე იქ მივიდნენ ეკოაქტივისტები, რომლებაც გამართეს პირველი პროტესტი. ეს ბულდოზერები რაღაცნაირად შეაჩერეს, მაგრამ ყველაფერი და იმ ღამეს პირველ დღეს ეს ეკოაქტივისტები დარჩნენ ტაქსიმის მოედანზე და იმ პარკში, რათა დაეცვათ თავისი საყვარელი პარკი და ქალაქის გული თუ ფილტვები, არ ვიცი. რასაკურველი, აბა როგორ უპასუხებდა ახლა ხელისუფლება ესეთ ნაბიჯს, უკვე დილით ადრე იქ მოვიდა პოლიცია, ეს ეკოაქტივისტები, რომლებიც იქვე იყვნენ კარვებში, დაარბიეს, გამოიყენეს ცნემსადენი გაზი და დაარბიეს ეს პირველი პროტესტი. კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი რა ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც სასტიკად არბევენ მიტინგებს. ძალიან ხშირად მოდის უფრო მეტი ხალხი. უფრო მეტი გაბრაზებული ხალხი. პროტესტი, რომელიც დაიწყეს ეკოაქტივისტებმა და არქიტექტორებმა, ანუ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად შეჰკიოდა გული, ესე იგი, ქალაქის გამწვანებაზე და მის არქიტექტურაზე, ძალიან სწრაფად გადაიზარდა დიდ პროტესტში. 10,000-ობით ადამიანი შეუერთა ამ პროტესტს. სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა თაობის, ასაკის ადამიანები გამოდიოდნენ ტაქსიმის მოედანზე, რათა გამოეხატათ თავისი პროტესტი. ხელისუფლების პასუხი იყო სასტიკი დარბევა. ადამიანებს არბევდნენ ხელკეტებით, წყლის ჭავლით, ცრემსადენი გაზით, ყველაფრით ჩვენ ხო ვიცით ეს გადასარევად რითი არბევენ ხოლმე ესეთ პროტესტებს. პროტესტი, რომელიც თავიდან ძალიან მშვიდობიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი სასტიკი პასუხი გასცა ხელისუფლებამ, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, მოდიოდნენ ახალი ადამიანები, დღეების და თვეების განმავლობაში გრძელდებოდა აი ეს პროტესტები. სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ერდოღანმა ძალიან გულწრფელად თქვა, რომ არ ესმის, რატომ არ დაუფასა მოსახლეობამ, რატო არ დაუფასეს ადამიანებმა უამრავი კარგი რამ, რაც მან გააკეთა ჯერ კიდევ მერის თანამდებობაზე და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. აქ უნდა ვთქვათ, რომ მისი პრემიერობის პერიოდში თურქეთი ნამდვილად გახდა ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული, მდიდარი ქვეყანა. უამრავი პროექტი განხორციელდა, ბევრი ადამიანი დასაქმდა. კი, ბევრი პოზიტიური რამ შეგვიძლია ვთქვათ. ამიტომ ამ ადამიანს გულწრფელად არ ესმოდა, რატომ არის ესეთი პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომელსაც ესე ბევრი რამ გაუკეთა ერდოღანმა. ხო, სამწუხაროდ ეს პროტესტები, რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ შეწყდა. ამასთანავე იქ პარალელურად დაიწყო სასამართლო პროცესები,
ერთმა სასამართლომ გააუქმა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, რომ იქ აშენებულიყო სავაჭრო ცენტრი, შემდეგ სააპელაციო ისევ დააბრუნა. ეს ამბავი გრძელდებოდა თითქმის 10 წლის განმავლობაში. აი ბოლო რაც წავიკითხე, რომ 2023 წელს, ანუ 2013-დან 10 წელიწადში კიდევ ერთი სასამართლო რაღაცა განხილვა იყო და მოკლედ გადაწყვიტეს, რომ აი ამ პარკის როგორც თავიდან თქვეს რეკონსტრუქცია უნდა შეჩერდეს. პარკი პარკად დარჩა, ტაქსიმის მოედანი ქვე არის, მაგრამ აი ეს პასუხი და ესეთი პროტესტი იყო ერდოღანისთვის პირველი. გეზის პარკის პროტესტებამდე 3 წლით ადრე, ანუ 2010 წელს, ერდოღანის ინიციატივით ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმის შედეგად ქვეყანაში შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი. თუ ადრე პრეზიდენტს ირჩევდა პარლამენტი, ისე როგორც ეს დღეს ხდება საქართველოში, ეს წესი შეიცვალა და პრეზიდენტი უნდა არჩეულიყო პირდაპირ არჩევნების შედეგად. ანუ ხალხს უნდა აერჩია პრეზიდენტი. პირველი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 2014 წელს. აი ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა ბუნებრივია ერდოღანმა და პირველივე ტურში გაიმარჯვა. პრემიერ-მინისტრად მაშინ დაინიშნა მისი ახლო მეგობარი, მოკავშირე და აჰმედ დავით ოღლუ. მაგრამ აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ პრეზიდენტის უფლება-მოსილება რჩება ძალიან ლიმიტირებულად, შეკვეცილად, ეს ჯერ კიდევ არის ეს დეკორატიული თანამდებობა, მთავარი ძალაუფლება არის პრემიერ-მინისტრის ხელში. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც მაშინ როგორც ხელისუფლებაში იყო, ან დამოუკიდებელი დამკვირვებლები, ამბობდნენ, რომ ერდოღანი ძალიან აქტიურად ერეოდა მთავრობის მუშაობაში და არც ერთი სერიოზული გადაწყვეტილება არ იყო მიღებული აჰმედ დავით ოღლუს მთავრობის მიერ ერდოღანის გარეშე. ერდოღანი წვეთდა ყველაფერს. მაგრამ ოფიციალურად დე იურე, როგორც ამბობენ, უпростоრად დე ფაქტო, იყო სხვანაირად. ერდოღანი ამაში ერეოდა. 2015 წელი იყო კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა რეჯეფ ტაიფ ერდოღანისთვის. როგორც გითხარით, 2013 იყო ესეთი წელი და 2015-ში ეს გაგრძელდა. 2015 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და პირველად ერდოღანის პარტიამ, სამართლიანობის და განვითარების პარტიამ ვერ მიიღო ხმების უმრავლესობა. უფრო მეტიც პარლამენტში შევიდა, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, პირველად ისტორიაში შევიდა ქურთების პარტია, ქურთების ეროვნული დემოკრატიული პარტია, რომელსაც ყავდა ძალიან ახალგაზრდა, აქტიური ლიდერი, რომელიც არა მარტო ქურთების წრეებში იყო ძალიან პოპულარული, არამედ მან საკმაოდ სიმპათიით სარგებლობდა თურქეთის ოპოზიციური პარტიების და ელექტორატის მხრიდანაც კი, რადგან უკვე 2015 წლისთვის ერდოღანს არა მარტო პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, არამედ ზოგადად საზოგადოებაში გაუჩნდა სერიოზული ოპოზიცია. მოკლედ 2015-ში გასაკვირველია აქ პარტია კი შევიდა პარლამენტში, მაგრამ არ ქონდა საკმარისი მანდატი იმისთვის, რომ ხელისუფლება, კი არა და მთავრობა ჩამოეყალეს შეექმნათ. არც კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივა ჰქონდათ. ამიტომ ერდოღანს რაღაცა უნდა მოეფიქრებინა, რათა ეს სიტუაცია შეეცვალა. კიდევ ერთი კლასიკური პოლიტიკური სვლა. ალბათ ყველამ იცით ქურთების და თურქების პრობლემის ამ კონფლიქტის შესახებ. ჯერ კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ერდოღანი, როდესაც სტამბოლის მერი იყო, ძალიან ბევრს საუბრობდა იმის აუცილებლობაზე, რომ ეს კონფლიქტი უნდა მოგვარებულიყო. ბევრს პირდებოდა ქურთებს, ჩადიოდა იმ რეგიონებში, სადაც ისტორიულად თურქეთში ცხოვრობენ ქურთები, ხვდებოდა მას და პირდებოდა ამ კონფლიქტის დარეგულირებას. მაგრამ 2015-ში
აი ამ სერიოზული პოლიტიკური პრობლემის ფონზე მან გადაწყვიტა, როგორც ამბობენ, მე ვერ დავდებ ამაზე თავს, რომ ნამდვილად მისი ინსპირირებული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა ესეთი შემთხვევა. არჩევნების შემდეგ მალევე თურქეთის საზღვარზე სირიასთან მოკლეს 2 თურქი პოლიციელი. და ამაში თურქეთის პოლიციამ ძალიან მალევე სერიოზული გამოძიების გარეშე ეგრევე დაადანაშაულა ქურთები. რამაც ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია, ბევრი რამ მეტყველებდა იმაზე, რომ ქურთებს ამ კვლელობებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ და ძალიან ბევრი რამ მიუთითებდა იმას, რომ ეს კვლელობები იყო დადგმული. მაგრამ დაადანაშაულეს ქურთები, ადამიანები დაიჭირეს, ქურთებმა და ქურთებს ისტორიულად ჰქონდათ ესეთი პარტია, სახალხო მუშათა პარტია, რომელიც თურქეთში არის აღიარებული როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. აი ამ პარტიამ, ამ მოძრაობა რადიკალურმა ჯგუფებმა, ესე ვთქვათ, უპასუხეს აი ამ მათი მოსაზრებით უსამართლობას ტერორისტული აქტების მთელი სერიით. ამიტომ თურქეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია იმ რეგიონებში, სადაც ცხოვრობდნენ, ესე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სადაც ცხოვრობდნენ ქურთები და აი ამ ფონზე ერდოღანმა გადაწყვიტა, რომ დანიშნოს რიგ გარეშე არჩევნები. რიგ გარეშე არჩევნები ჩატარდა 2015 წლის ნოემბერში და რასაკვირველია, ხედავთ როგორი კლასიკური სვლები, მაგალითები, რომელიც ჩვენს ისტორიაში გვინახავს, სხვა ქვეყნების ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, ხო? აი როგორ უნდა უპასუხო, უნდა გადაიტანო ყურადღება, სხვა ბევრად უფრო დიდი საშიშროება ანახო ხალხს იმისთვის, რომ ისევ დაიბრუნო მათი მხარდაჭერა და მათი ხმები. და 2015 წლის ნოემბერში აქ პარტიამ მოიგო არჩევნები. ესე მივედით 2016 წლამდე და თქვენ ალბათ უკვე ელოდებთ და როდის მოყვება, ესე იგი იმ ცნობილ პუჩზე, რომელიც განვითარდა თურქეთში 2016 წელს. გახსოვთ, ჩვენ ვისაუბრეთ ერდოღანის და გიულენის ალიანსზე. ისიც გვახსოვს, რომ ერდოღანი თანდათან იცილებს იმ ადამიანებს, იმ ძალებს, რომლებსაც თulis რაღაცა თავის იმ მომენტისთვის საფრთხეთ, ან შეიძლება სამომავლო საფრთხეთ. აი გიულენი მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში ალიანსი შექმნეს და ამან დიდი როლი ითამაშა ერდოღანისთვის, აქ უკვე ერდოღანმა გადაწყვიტა, რომ ხო, გიულენი, რომელიც ამ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და რაც მთავარია მისი მიმდევრები, გიულენისტები, რომლებიც როგორც გითხარით, deep state-ელები არიან სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე, ჯარშიც არიან, სასამართლოებშიც არიან. ხო, მაგათ უნდა მოუღოს ბოლო. 2016 წელს ერდოღანი ისვენებდა მარმარისში. თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე. მაშინ არის ბევრი ვერსია იმისა, თუ რა მოხდა, რა მოვლენები განვითარდა მაშინ თურქეთში. გიულენი თვლიდა და ამბობდა, რომ ეს ამბები, ეს ეგრეთ წოდებული პუჩი და გადატრიალება იყო დადგმული ერდოღანის მიერ, თუმცა რასაკვირველია ერდოღანი და ძალიან ბევრი ადამიანი ნამდვილად დარწმუნებულია იმაში, რომ გიულენს და გიულენისტებს ნამდვილად უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა. ერდოღანი ისვენებს მარმარისში. არსებობს ვერსია, რომ გიულენისტები გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ ერდოღანი აპირებდა ძალიან ბევრი გიულენისტის დაჭერას. და ამის გამო ეს არა ეგრეთ წოდებული რეალურად რაც მოხდა პუჩი, ცოტა ნაჩქარევად იყო მომზადებული. მარმარისში ჩავიდნენ გიულენის მიმდევრები
და როდესაც გიულენისტები შევიდნენ იმ სასახლეში, აღმოაჩინეს, რომ პრემიერ-მინისტრი იქ აღარ იმყოფებოდა. 2 საათით ადრე გაიცა. მაშინ თურქეთში ხალხი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ერდოღანმა დატოვა არა მარტო თანამდებობა, არამედ საკუთარი ქვეყანაც კი დატოვა. საქართველოში იყო ხმები იმაზე, რომ ბათუმში ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნებში. ამაზე იყო საუბარი, ჭორები, როგორც ხდება ხოლმე. მაგრამ ერდოღანმა სულ სხვა რაღაცა გააკეთა. იგი ჩაჯდა თვითმფრინავში და ჩავიდა სტამბოლში. გახსოვთ, მე გითხარით, რომ ერდოღანი ჩემი მოგრძალებული აზრით ნამდვილად არის ის პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე სხარტად და კარგად იქცევა კრიტიკულ სიტუაციებში. ეს არის ადამიანი, რომელიც პოულობს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე მეტად დაეხმარება მას ამ კრიტიკული სიტუაციის გადასაწყვეტად, დასარეგულირებლად, სათავისოდ. ჩავიდა სტამბოლში და უკვე მისი გამოჩენა სტამბოლში ამან გააჩინა ხალხში უკვე საუბარი იმაზე, რომ გიულენისტებმა ეს თავისი აქცია, ეს პუჩი წააგეს. პუჩი ჩავარდა, გიულენისტები დამარცხდნენ. და ბუნებრივია, რომ ამას მოყვა უსასტიკესი რეპრესიები. ამ არეულობების დროს მაშინ დაიღუპა დაახლოებით 250 ადამიანი და 10,000-ობით ადამიანი დააკავეს. ჩასვეს ციხეში, უპრეცედენტო ამბავი მოხდა თურქეთის ისტორიაში. ამბავი, რომელშიც შეიძლება ითქვას, რომ ერდოღანმა გაიმარჯვა. სხვათა შორის იმასაც ამბობენ, რომ გარდა გიულენისტებისა, რომლებიც შეიძლება მონაწილეობდნენ, ან არ მონაწილეობდნენ ამ პუჩში, რომლებიც დააკავეს. მათ გარდა დააკავეს ბევრი ჟურნალისტი, ადამიანი, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი ერდოღანის მიმართ. მიაყოლა ისინიც ჩასვეს ციხეში. დასავლეთმა ძალიან მკაცრად გააკრიტიკა ერდოღანი აი ამ დაკავებების გამო, იმ სისასტიკის გამო, რადგან იყო საუბრები იმაზე, რომ აი ამ დაკავებულებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც ჩათვალეს პუჩის, რა ვიცი, ორგანიზატორებად, სასტიკად აწამებდნენ ციხეებში, ამიტომ დასავლეთმა ბუნებრივია, ესე იგი, გააკრიტიკა ერდოღანი, გააკრიტიკა იმ ოპერაციის გამო, სამხედრო ოპერაციის გამო, რომელიც იქამდე ხელისუფლებამ ჩაატარა იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობდნენ ქურთები. მოკლედ, კრიტიკა დასავლეთიდან სულ უფრო და უფრო მატულობდა. ამის ფონზე 2005 წელს დაწყებული მოლაპარაკება ევროკავშირთან ქვეყნის შესვლასთან დაკავშირებით უკვე აღარ იყო ესეთი აქტუალური. უფრო მეტიც ერდოღანი სულ უფრო ხშირად, უფრო ხმამაღლა აკრიტიკებდა დასავლეთს. თუმცა ამ კავშირს დასავლეთთან მაინც არასოდეს არ კარგავდა და არც დასავლეთი, რომელიც როგორც ჩვენ ვიცით, ძალიან ხშირად მიმართავს ესეთ ორმაგ სტანდარტებს, არც იმათ არ უნდოდათ ერდოღანი როგორც დასავლეთის მტერი. 2017 წელს ერდოღანი უფრო შორს წავიდა და ჩაატარა უკვე მეორე რეფერენდუმი. აი იქ მან გადაწყვიტა მიაღწიოს იმას, რისთვისაც როგორც ხვდები დიდი ხანი ემზადებოდა. ამ რეფერენდუმზე გადაწყდა, რომ თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკიდან გახდებოდა საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ანუ პრეზიდენტს მიანიჭეს ძალიან დიდი უფლებები, პრემიერის პოსტი საერთოდ გაუქმდა. ამის მერე ეს რეფერენდუმი ჩატარდა, იქაც საუბრობდნენ იმაზე, რომ მილიონზე მეტი ბიულეტენი ჩაიყარა არა სერიოზული დარღვევებით, ისეთი ბიულეტენები, რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ მაინც ესე მოხდა და რეფერენდუმის შედეგი არც თუ ისე დიდი განსხვავებით, მაგრამ იყო ის, რომ პრეზიდენტი გახდებოდა ქვეყნის ლიდერი.
ზუსტად მაშინ პირველად ერდოღანს უწოდეს თურქეთის რესპუბლიკის ახალი სულთანი. რადგან მან დაიქვემდებარა ძალიან ბევრი შტო ხელისუფლების. მან დაიქვემდებარა არა მარტო მთავრობა, რომლის მეთაურიც გახდა პარლამენტი, სადაც უმრავლესობაში იყვნენ და არიან მისი პარტიის წარმომადგენლები, სასამართლო მოსამართლეები და ჯარიც. მან მოახერხა ის, რასაც 10 წლეულების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ალბათ თავშიც არ მოსდიოდათ, ეს დაპირისპირება ჯართან, ის მოახერხა, რომ ჯარიც დაექვემდებარა ერდოღანს. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ საუბრობთ ერდოღანზე, როგორც ადამიანზე, რომელმაც ძალიან სერიოზულად შეცვალა თურქეთის თანამედროვე სახე. კი ბატონო, ჩვენ ესე იგი ვაღიარებთ მის წარმატებას, მის ღვაწლს იმაში, რომ პრინციპში შეიძლება ითქვას ღარიბი ქვეყნიდან თურქეთი გახდა მდიდარი, ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, თუმცა დღესაც იქ არის ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. ლირას გაუფასურება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ისინი ვინც ადრე არიან ნაყოფები თურქეთში და დღეს ვინც ჩადის თურქეთში, ზუსტად იციან, როგორი განსხვავება, ესე იგი, ლირა რამდენად გაუფასურდა აი ამ რაღაცა წლების განმავლობაში, ხო? და გარდა ამისა, მან შეცვალა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახე ამ ქვეყნის. ამ მუსულმანური ქვეყნის და მე მინდა დაუბრუნდე იმას, რითაც დავიწყე დღევანდელი საუბარი. მუსულმანური ქვეყანა, სადაც რომელსაც აქვს ორი სახე. რელიგიური და საერო. ერდოღანი სულ უფრო ხშირად საუბრობდა რელიგიის მნიშვნელობაზე. მან დააბრუნა ხიჯაბი. გახსოვთ, მე ვახსენე ხიჯაბი როგორც ერთ-ერთი სიმბოლო თურქეთის. მე ვახსენე ის, როდესაც ჩვენ საუბრობდით აბდულა გიულის გაპრეზიდენტებაზე და იმაზე, რომ აბდულა გიულის მეუღლე მაშინ ატარებდა ხიჯაბს. თურქეთის ისტორიაში იყო ესეთი შემთხვევა. 1999 წლის მაისში თურქეთის პარლამენტში შევიდა ერთ-ერთი დეპუტატი, ქალი, რომელსაც ეკეთა ხიჯაბი. ამან გამოიწვია ისეთი უკმაყოფილება სხვა დეპუტატების, კაცების, რომ ეს ქალი გახდა იძულებული დაეტოვებინა პარლამენტის სხდომა. მას დაუწყეს ყვირილი, დაუწყეს ტვენა და ზუსტად ამას ეუბნებოდნენ, რომ აი ამ ხიჯაბით ის ახდენს დემონსტრირებას იმისა, რომ თურქეთი არის რელიგიური ქვეყანა. მაშინ, როდესაც ჩვენ მხარს უჭერთ საერო ხელისუფლებას, თურქეთის საერო სეკულარულ სახეს. პრაქტიკულად ეს ქალი გააგდეს პარლამენტიდან. გადის დრო და ერდოღანმა მიიღო ერთ-ერთი მისი გადაწყვეტილება, არის ის, რომ მან გააუქმა ხიჯაბის ტარების აგრძალვა საჯარო ადგილებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამსახურებში. დღეს თქვენ ნახავთ ბევრად უფრო მეტ ქალს თურქეთის ქალაქების ქუჩებში, რომლებიც დადიან ხიჯაბით. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ერდოღანმა მიიღო, ამ გადაწყვეტილებამ უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია მთელს მსოფლიოში, ეხებოდა აია სოფიას. 1934 წლიდან აია სოფია იყო მუზეუმი. 2020 წელს ერდოღანმა გააუქმა ეს გადაწყვეტილება და აია სოფია ისევ გახდა მეჩეთი, მოქმედი მეჩეთი და ერთ-ერთ პარასკევის ლოცვაში მან ესე სახალხოდ მიიღო კიდევაც მონაწილეობა. აია სოფია აღარ არის მუზეუმი. 2025 წელი და ახალი გამოწვევა რეჯეფ ერდოღანისთვის. საქმე ის არის, რომ ხშირად ვამბობ ამ ფრაზას, მაპატიეთ, რომ სტამბოლის მერი იყო უფრო სწორედ ექრემ იმამოღლუ.
25 წლისთვის წარმატებული, პოპულარული, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, იმდენად პოპულარული, რომ აირჩიეს თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქის, თურქეთის გულის მერად და თავად, ხო? მეთაურად. იმამოღლუ ითვლება ერდოღანის თავარ კონკურენტად და ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ გახდეს მომავალშიც გახდეს ერდოღანის თავარი კონკურენტი. მარტში იმამოღლუ დააკავეს, დაადანაშაულეს ტერორიზმში, დაადანაშაულეს კორუფციაში, დაადანაშაულეს ქურთების მუშათა პარტიასთან, რომელიც როგორც გითხარით არის აღიარებული თურქეთში როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, კავშირებში ბევრი რამეში დაადანაშაულეს და დააკავეს და მარტში და ჩასვეს ციხეში. ამ დაკავებას მოყვა ძალიან დიდი პროტესტი ხალხის მხრიდან, სტამბოლის ქუჩებში გამოვიდა 10,000-ობით ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ის ბრალდებები, რომელიც წარუყენეს ექრემ იმამოღლუს, არის პოლიტიკურად მოტივირებული. მათ არ ჯერათ იმისი, რომ ეს ადამიანი არის რაღაცა კორუმპირებული, ტერორისტებთან რაიმე კავშირი აქვს. თავიდან იყო ძალიან შთამბეჭდავი ისევ საპროტესტო ტალღა, 10 თუ არა 100,000-ობით ადამიანი მრავალმილიონიან სტამბოლში გამოდიოდა ქუჩაში, მაგრამ დღეს თუ მკითხავთ, აი დღეს რა ხდება თურქეთში, სამწუხაროდ ეს საპროტესტო ტალღა აღარ არის ისეთი დიდი. აი ამ პროტესტების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ჩაატარონ მიტინგები არა მარტო სტამბოლში, არამედ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა რეგიონებში, ოთხშაბათობით, პარასკევობით, სხვა დღეს, ანუ რაღაცა გარკვეული რეგულარობით. ისეთ შთაბეჭდილებაა, რომ აი ეს საპროტესტო პროცესი, ტალღა რაღაცა გარკვეული სხვა სახე მიიღო. თავიდან, როდესაც ბევრი ადამიანი გამოდიოდა, ისევ გასაკვირველია, პოლიცია, დარბევები, ცნემსადენი გაზი, ყველაფერი ჩვენთვის ისევ და ისევ ეს არის კარგად ნაცნობი. ერთ რამეს ვიტყვით. გახსოვთ თავიდან 1994 წელს მე ვყვებოდი იმაზე, როგორ გახდა ერდოღანი სტამბოლის მერი. გულანთებული ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქალაქისთვის. 3 წელიწადში ის დააკავეს, მოაცილეს პოლიტიკას, აუკრძალეს პოლიტიკაში საერთოდ მოღვაწეობა, ფრაზა, რომელიც მას ნათქვამი აქვს. ვინც აკონტროლებს სტამბოლს, აკონტროლებს თურქეთს. ალბათ ამის შეეშინდა ერდოღანს. როგორც გითხარით, მან თითქმის ყველა დაიქვემდებარა. ბევრი მისი ძველი მოკავშირე დღეს ოპოზიციაშია მასთან. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მას უბრალოდ შეეშინდა, რომ სტამბოლის მერი არის ადამიანი ესეთი ცნობილი, პოპულარული პოლიტიკოსი. მე არ ვიცი დაუშვა თუ არა შეცდომა ერდოღანმა, როდესაც იმამოღლუ ჩასვა ციხეში. ისე როგორც ეს მოხდა 10 წლეულების წინ, როდესაც ერდოღანი ჩასვეს ციხეში და იქედან კიდევ უფრო პოპულარული, უფრო ძლიერი გამოვიდა. თუ ისე მოხდა, რომ იმამოღლუ გამოვა ვალეციხიდან პროტესტებმა, აი ამ ტალღამ გაიმარჯვა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ წრე შეიკრება. ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავთ, იქ, სადაც ერდოღანმა დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა. პოლიტიკოსი, რეფორმატორი, ადამიანი, რომელსაც უნდოდა ბევრი რამის შეცვალა კიდევაც. მაგრამ გახდა კლასიკური, ავტორიტარული ლიდერი 71 წლის რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. მადლობა, რომ გვისმენთ ყველა პლატფორმაზე, Spotify-ზე, Apple-ზე, მადლობა, რომ გვიყურებთ. გვისმინეთ, გვიყურეთ, გამოგვიწერეთ სხვა სოციალურ ქსელებზე, უყურეთ ჩვენს
სხვადასხვა პოდკასტებს მე წინა ეპიზოდებში ვახსენე ჩვენი პოდკასტები და ძალიან გული მწყდება რომ არ ვახსენე ჩვენი კიდევ ერთი შედარებით ახალი პოდკასტი რომელსაც ქვია გლობალური კონტექსტი. აი ამ პოდკასტს აკეთებს ჩვენი ჟურნალისტი თინა კაკიაშვილი. ჩვენი ვსაუბრობთ სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, ოღონდ იმაზე თუ რა ხდება საზღვარგარეთ. და არა ისტორიულ მოვლენებზე, აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებზე და რაღაცა გარკვეულ საინტერესო ფაქტებზე. მე ძალიან გირჩევთ, რომ როდესაც მანქანით მიდიხართ, ან არ ვიცი, დარბაზში ვარჯიშობთ, მოусმინეთ გლობალურ კონტექსტს თინა კაკიაშვილთან ერთად. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ, გვისმენთ, გამოყვებით და გამოგვიწყებთ.